კვირის წიგნი, შინაგანი ინჟინერია, სადგურო. ბრმად არ დაიჯეროთ, რასაც აკითხულობთ. რამის ჭეშმარიტება მცდარობის გადამოწმების უტყუარი საშუალებაა, გამოსცადოთ ისინი საკუთარ თავზე. შინაგანი ინჟინერია ადამიანის შინაგანი ტრანსფორმაციის სისტემური მიდგომაა. ნეიროპლასტიურობა, რომელიც გულისხმობს ტვინის უნარს, შეცვალო სტრუქტურა და ფუნქცია გამოცდილების გავლენით, შინაგანი ინჟინერიის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ასე რომ ნუ იფიქრებთ ამ წიგნზე, როგორც მხოლოდ სულიერ გზამკვლევზე. არამედ იფიქრეთ როგორც მეცნიერულ და პრაქტიკულ სახელმძღვანელოზე ცნობიერების ტრანსფორმაციის პროცესში. ჩვენ ადამიანები რატომღაც ვფიქრობთ, რომ გარეგანი პირობების გამოსწორებით ყველაფერი კარგად იქნება ჩვენს შიგნითაც. ტექნოლოგიებს მხოლოდ კომფორტის და მოხერხებული გარემოს შექმნა შეუძლიათ და არა შინაგანი კეთილდღეობის. ცხოვრება ჩვენი სიზმარია. სულ მცირე სიზმარი ისე უნდა მიმდინარეობდეს, როგორც ჩვენ გვსურს. ტრანსფორმაციის პირველ და აუცილებელ ნაბიჯად სადგურო პასუხისმგებლობას მიიჩნევს. კეთილდღეობის მისაღწევად ერთადერთი ადამიანი, რომელსაც გამოსწორება სჭირდება, ბრძანდებით თქვენ. ჩვენი აღქმა სამყაროს მიმართ ძირითადად სუბიექტური ფილტრის გავლენით ხდება. ამიტომაც ავტორი გვთავაზობს იოგას, როგორც ტექნოლოგიას ამ ფილტრების გასუფთავებისთვის, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს განთავისუფლდეს ჩაკეტილი აღქმებიდან. სადგურო დიდ ყურადღებას უთმობს ენერგიას და მას აღწერს როგორც ადამიანის არსების ფუნდამენტურ არქიტექტურას. მისი მიდგომა ჰარმონიზებულია თანამედროვე ნეიროფსიქოლოგიასთან, სადაც კვლევები აჩვენებს, რომ სიღრმისეული მედიტაცია პირდაპირ უკავშირდება ტვინის ენერგეტიკულ აქტივობას. როდესაც ენერგეტიკული სისტემა მოწესრიგებულია, ადამიანს შეუძლია ტრანსცენდირება მოახდინოს ტანჯვის, შიშისა და დაბრკოლების მიღმა, რაც მას ღრმა შინაგან თავისუფლებასა და სიცოცხლის ტოტალურ აღქმას სთავაზობს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ იოგის ტექნიკები პირდაპირ ზემოქმედებს სტრესისა და ბედნიერების ჰორმონების გამოყოფაზე. ამგვარად შინაგანი ინჟინერია სამაგიდო წიგნია ყველა ადამიანისთვის პიროვნული განვითარების გზაზე. მისი მიზანია ადამიანი გახდეს არა მხოლოდ მაყურებელი საკუთარი ცხოვრებისა, არამედ შემოქმედი და გააცნობიეროს, რომ თვითონ არის ის რეალობა, რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა. სასარგებლო პრაქტიკების გარდა სადგურო მოგვითხრობს საკუთარ ცხოვრებასა და გამოცდილებასაც. ძალიან ლამაზი ლიტერატურული ენით, პოეტური მეტაფორებით და იგაური პარალელებით.